კოორდინატები. ავიღოთ წრფე, ანუ სწორი ხაზი. თქვათ გვსურს, რომ ამ წრფის წერტილებს მივაწეროთ რიცხვები. როგორ გავაკეთოთ ეს? დავყოთ წრფე ტოლ მონაკვეთებად. რომელიმე დაყოფის წერტილს მივაწეროთ 0. თქვათ ეს იყოს 0. ამ წერტილის მარჯვნივ წერტილებს მივაწეროთ რიცხვები 1, 2, 3 და ასე შემდეგ. თუ გაგრძელდა იქით, შეგვიძლია გავაგრძელოთ. ხოლო მარცხნივ წერტილებს მივაწეროთ უარყოფითი რიცხვები. -1, -2, -3 და ასე შემდეგ. აი ამ რიცხვებს, რომლებიც დავაწერეთ მონიშნის წერტილებს, ეწოდებათ ამ წერტილების კოორდინატები. ესე იგი, მაგალითად, ამ წერტილის კოორდინატი არის -2, ამ წერტილის კოორდინატი არის 0, ამ წერტილის კოორდინატი არის 1, ამ წერტილის კოორდინატი არის 2. წერტილს, რომელსაც დავაწერეთ 0, ეწოდება სათავე. ანუ ფაქტიურად ეს არის ათვლის წერტილი. ხოლო მონაკვეთის სიგრძეს, დაყოფის მონაკვეთის სიგრძეს ეწოდება ერთეული. კოორდინატები საზოგადოდ მარტო მთელი რიცხვები არ არის. მაგალითად, აი თუ ავიღებთ 0-სა და 1 შორის ზუსტად შუაში მდებარე წერტილს, მას მიეწერება რიცხვი 1/2. ანუ მისი კოორდინატი არის 1/2. ესე იგი 0-სა და 1 შორის მდებარე ნებისმიერ წერტილს მიეწერება ის რიცხვი, რომელიც გამოხატავს თუ მე რამდენადი ნაწილია აი ეს მონაკვეთი მთელი მონაკვეთის. ანალოგიურად ნებისმიერ წერტილს შეიძლება მივაწეროთ სხვა რიცხვები. თუ გვაქვს რომელიმე წილადი m შეფარდებული n-თან, მაშინ როგორ მოვძებნოთ წერტილი, რომელსაც ეს რიცხვი უნდა დავაწეროთ? ჯერ მოვძებნით ისეთ წერტილს, რომელსაც აწერია m, სადღაც ამ წრფეზე. რომელიღაც წერტილს თქვათ აწერია m. ხოლო შემდეგ 0-დან ამ წერტილამდე მონაკვეთს დავყოფთ n ტოლ ნაწილად. და ამ ნაწილებიდან პირველი ნაწილის ბოლო იქნება mn-ის შესაბამისი წერტილი. აი მოვახდინოთ ახლა ამის დემონსტრირება მაგალითზე. მაგალითად, რომელ წერტილს დავაწეროთ რიცხვი 3/4. როგორც თქვით, ჯერ მოვძებნოთ ამ წილადის მრიცხველი შესაბამისი რიცხვი, ეს არის 3, წერტილი 3. 3 აწერია ამ წერტილს. და შემდეგ 0-დან 3-მდე მონაკვეთი გავყოთ 4 ტოლ ნაწილად, ანუ იმდენ ტოლ ნაწილად, რა რიცხვი წერია ამ წილადის მნიშვნელში. ესე იგი, გავყოთ 0-ის 3 მონაკვეთი გავყოთ 4 ტოლ ნაწილად. ჯერ გავყოთ შუაზე, ეს შეგვიძლია გავაკეთოთ სხვა ფერით, რომ არ აგვერიოს იმ მონიშნის წერტილებში, რომლებიც ერთეულოვანი მონაკვეთის ბოლოებია. ეს არის შუაზე გაყოფის წერტილი. შემდეგ 0-დან ამ წერტილამდე მონაკვეთი გავყოთ ისევ შუაზე. და ეს წერტილი არის 3/4. ამ წერტილს უნდა ეწეროს 3/4. იმიტომ რომ აი ეს მონაკვეთი არის 0-3 მონაკვეთის მეოთხედი. ანუ ჯერ ვიღებთ მრიცხველი შესაბამის წერტილს და შემდეგ მონაკვეთს 0-დან იმ წერტილამდე მონაკვეთს ყოფთ იმდენ ნაწილად, რა რიცხვი წერია მნიშვნელში. და მიღებულ წერტილს
ვაწერთ იმ წილადს, რომელიც ჰქონდა მოცემული. ამ შემთხვევაში საინტერესოა მივაქციოთ ყურადღება აი ამ წერტილსაც, რომელიც თავიდან ავიღეთ როგორც შუაზე გაყოფის წერტილი. ამ წერტილს უნდა ეწეროს რიცხვის 3/2. რატომ? იმიტომ რომ ჩვენ ქონდა მონაკვეთი 0,3 და ეს წერტილი მას შუაზე ყოფს, ანუ ეს არის 3/2 შესაბამისი წერტილი. ეხლა გადავიდეთ იმაზე, თუ როგორ უნდა დავაწეროთ რიცხვების სიბრტყის წერტილებს. ამისათვის გვესაჭიროება 2 რიცხვი და შესაბამისად 2 წრფე. ეს გავს იმას, როდესაც კინოთეატრში ხდება სავარძლების დანომრა. ყოველ სავარძელს აქვს მისამართი, რომელიც 2 რიცხვით მოიცემა. ესენია რიგის ნომერი და რიგში ადგილის ნომერი. ესე იგი, როგორც თქვით, კინოთეატრში ყოველ სავარძელს აქვს თავისი მისამართი. ეს არის რიგის ნომერი, აი მაგალითად, რა იქნება ამ ადგილის ნომერი. ეს არის მეორე რიგში, ეს არის მეორე რიგი და ეს არის მეორე რიგში მეორე სავარძელი. ესე იგი, ამ ადგილის მისამართი იქნება მეორე რიგი, მეორე ადგილი, ანუ 2-2. თქვათ, რა იქნება ამ ადგილის მისამართი? ეს არის მესამე რიგში მეოთხე ადგილი. ესე იგი, მაგ ადგილის მისამართი, ანუ კოორდინატები, ეს იქნება მესამე რიგში მეოთხე ადგილი. ანუ ამ წერტილის კოორდინატები არის 3-4. ანალოგიური ხერხი გამოიყენება სიბრტყეზე წერტილების დასანომრად. ეხლა ვნახოთ, როგორ ხდება ეს. ამ შემთხვევაში გვჭირდება 2 წრფე და ეს წრფეები უნდა იყოს ერთმანეთის მართობული. თითოეულ მათგანზე შემოგვაქვს კოორდინატები, როგორც ეს ეხლა ხან ნახეთ. ანუ ერთ წრფეზე როგორც შემოგვაქვს კოორდინატები და თანაც სასურველია, რომ გადაკვეთის წერტილი იყოს სათავე. თუმცა ეს არ არის ყოველთვის აუცილებელი. ამ შემთხვევაში გვაქვს ზუსტად ესეთი სურათი, ესე იგი, სათავე არის გადაკვეთის წრფე. ორივე წრფისთვის სათავე არის გადაკვეთის წერტილი. მას აწერია 0. შემდეგ თითოეული წრფე არის დაყოფილი ტოლ-მონაკვეთებად. გადაკვეთის მონიშნის წერტილებს აწერია რიცხვები 1, 2, 3, 4, 5 და ასე შემდეგ, როგორც ერთ წრფეზე, ასევე მეორე წრფეზე. ესე იგი, ჰორიზონტალურ წრფეზე სათავის მარჯვნივ წერტილებს აწერია დადებითი რიცხვები, ხოლო ვერტიკალურ წრფეზე სათავის ზემოთ წერტილებს აწერია დადებითი რიცხვები. ანალოგიურად ჰორიზონტალურ წრფეზე სათავის მარცხნივ მდებარე წერტილებს აწერია უარყოფითი რიცხვები, ხოლო ვერტიკალურზე სათავის ქვემოთ წერტილებს აწერია უარყოფითი რიცხვები. ეხლა როგორ ვაწერთ რიცხვებს? ანუ უпростоრად ამ შემთხვევაში რიცხვთა წყვილებს, სიბრტყის წერტილებს. აი მაგალითად ამ წერტილს რომ დავაწეროთ კოორდინატები, ანუ რიცხვთა წყვილი, ამ წერტილიდან უნდა დავუშვათ ჰორიზონტალურ წრფეზე და უნდა დავუშვათ ასევე პერპენდიკულარული, ანუ მართობი ვერტიკალურ წრფეზე. და შევხედოთ, რომელ წერტილებში მივა ეს მონაკვეთები. კერძოდ ამ შემთხვევაში პერპენდიკულარული, რომელიც ჰორიზონტალურ წრფეზე დავუშვით, მივიდა წერტილში, რომლის კოორდინატია 1, ხოლო ვერტიკალურზე დაშვებული პერპენდიკულარული მივიდა წერტილში, რომლის კოორდინატია 3. ესე იგი, ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამ წერტილის კოორდინატებია 1, 3. ანალოგიურად შეგვიძლია მოვძებნოთ
ამ წერტილის კოორდინატები მაგალითად. აქ თვალნათლივ ჩანს, რომ ამ წერტილიდან თუ დაუშვებთ პერპენდიკულარს ამ ჰორიზონტალურზე ის მოვა წერტილში 3, ხოლო თუ დაუშვებთ ვერტიკალურზე ის მოვა წერტილში 2, ესე იგი ამ წერტილის კოორდინატებია 3, 2. და საერთოდ როდესაც საკოორდინატო არე, ანუ ის ნაწილი, რომელიც დაფარულია კოორდინატებით, რომელზეც გვაქვს კოორდინატები, როდესაც ის არე დაფარულია ბადით, აი როგორც ამ შემთხვევაში გვაქვს ბადე, მაშინ ძალიან ადვილია ბადის წერტილების, კვანძის წერტილების კოორდინატების მოძებნა. პირდაპირ თვალს გავაყოლებთ ბადის ხაზებს და მივხვდებით რა არის შესაბამისი წერტილის კოორდინატები. მაგალითად ამ წერტილის კოორდინატები არის 4, 5. სხვა წერტილების შემთხვევაში, რომლებიც ბადის კვანძებს არ ემთხვევა, ანუ გადაკვეთის წერტილებს, კოორდინატების მოძებნა ცოტა უფრო რთულია, მაგრამ ბადე მაინც აადვილებს საქმეს. ესე იგი უშვებთ პერპენდიკულარს აქედან ჰორიზონტალურ წრფეზე, ვნახულობთ რომელ წერტილში მივიდა და შემდეგ უშვებთ პერპენდიკულარს ვერტიკალურ წრფეზე და ვნახულობთ რომელ წერტილში მივიდა. ნუ თქვათ ამ შემთხვევაში დაახლოებით შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ამის კოორდინატები იქნება 5 თქვათ 4/10 და 3/4/10 დაუშვათ დაახლოებით. ამ წრფეებს, რომლებიც განსაზღვრავენ კოორდინატებს სიბრტყეზე, ჰორიზონტალურს და ვერტიკალურ წრფეს, ეწოდებათ საკოორდინატო ღერძები. ხოლო კოორდინატების შემოღების ამ ხერხს ეწოდება მართკუთხა კოორდინატთა სისტემა. აგრეთვე უწოდებენ დეკარტეს კოორდინატთა სისტემასაც. დეკარტე იყო მე-17 საუკუნის მეცნიერი, რომელმაც მოიგონა ეს წესი. თვითონ წრფეებსაც აქვს თავის სახელი. ჰორიზონტალურ წრფეს ეძახიან X ღერძს, ხოლო ვერტიკალურ წრფეს ეძახიან Y ღერძს. ხშირად მათ აწერენ ამ სახელებს. ესე იგი, როგორც თქვით, ჰორიზონტალური წრფე არის X-ი, ვერტიკალური წრფე არის Y. და აგრეთვე უკეთებენ ისრებსაც, რომელიც აჩვენებს დადებით მიმართულებას, ანუ მიმართულებას, საიდანაც კოორდინატები იზრდება. აი ეს ის არის, უჩვენებს იმას, რომ ამ მიმართულებით კოორდინატები იზრდება. ასევე ვერტიკალურ წრფეზე ის არის, მიუთითებს, რომ ზევით ამ მიმართულებით კოორდინატები იზრდება.